მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი, ამოცანა ნომერი 5. ნახატზე გამოსახულია წრფივა და თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგიისა და იმპულსის დროზე დამოკიდებულების გრაფიკებიო და ჩვენი მიზანი არის განსაზღვროთ რისი ტოლი არის სხეულის მასა. ხო, მოდით ჯერ პირველ რიგში ჩვენ ვიცით კინეტიკური ენერგიისა და დროზე დამოკიდებულების გრაფიკიდან, რომ კინეტიკური ენერგია 4 წამში შემთხვევაში ტოლი არის ზოგადი სახით თუ ჩავწერთ mv კვადრატ ნახევრის. ეხლა მოდით ავდგეთ და რიცხვის და მნიშვნელის გავამრავლოთ m-ზე, ქვემოთ გვექნება 2m ზემოთ m კვადრატი, ხო? m კვადრატ v კვადრატი იგივე mv კვადრატი არის, mv იმპულსია, ანუ ზედამ რიცხვებში გვქონია p კვადრატი, ხო? აი ეს არის p კვადრატი. ეს ტოლი არის. ეხლა ეს იმპულსი საუბარი არის ჩვენ შემთხვევაში 4 წამის შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ვიცით აქ გრაფიკიდან 2 წამის შემთხვევა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იმპულსსა და დროზე დამოკიდებულებას აქვს, წრფივი სახე აქვს, წრფივად იზრდება, შესაბამისად 2 წამზე თუ არის 5 კილოგრამი მეტრ-წამთან გამრავლებული, მაშინ 4 წამის შემთხვევაში იქნება 10. 10, რადგანაც წრფივი დამოკიდებულება გვაქვს. ესე იგი, p 4 წამის შემთხვევაში არის 10. 10-ის კვადრატი მოგცემს 100. ეს გაყოფილი 2m-ზე, 2m-ზე, ტოლი არის კინეტიკური ენერგიის 4 წამის შემთხვევაში, რომელიც აი ნახაზიდან ხედავთ, რომ 50-ია, ხო? ესენი შეგვეკვეცა, აქ დაგვრჩა 2, 2 და 2 შეგვეკვეცა, ეს უდრის, ესე იგი, აქ დაგვრჩა 1, ხო? ესე იგი, გამოგდის, რომ 1 შეფარდებული m-თან უდრის 1, საიდანაც m უდრის 1 კილოგრამს. დავწეროთ საბოლოოდ, ესე იგი, m ტოლი ყოფილა მასა სხეულის 1 კილოგრამი. პასუხი A.